მოგესალმებით ყველას, ახლა გამოსული ვარ პლიაჟზე. აი ესე გამოიყურება ამ სასტუმროს პლიაჟი. ამის ზევით კიდე არის ქვიშა, ვისაც სადაც მოეწონება, იქ შეუძლია რომ შეზლონგზე დაწვის. ძალიან სუფთა წყალი არის მეგობრებო, როგორც ხედავთ. აქ ზის მაშველი. ამ სასტუმროში სადღაც 800 ადამიანამდე ეტევა, მაგრამ ახლა სეზონი იწყება და სადღაც 300-350 ადამიანამდე თუ იქნება. ძალიან მაგარია სასტუმრო არის მეგობრებო და რაც თავარია, ამათ ადგილები აქვს რაღაც სასწაული, ძალიან ბევრი გამწვანება აქვს და ტერიტორია ძალიან დიდი. უბრალოდ რო შედიხარ, თავი გონია სადღაცა ნაგრძალში. ეს კიდე ლიფტი არის, ლიფტით ჩამოდიხარ პლიაჟზე და ასევე ლიფტით ადიხარ და იქ არის ხიდი. ეს არის მეგობრებო უტოპია. აი გაჩვენებთ. აი ეს არის ეს სასტუმრო, რომელსაც ახლა გაჩვენებთ. ადრე იყო სხვა სასტუმრო და გადააკეთეს, ამ სასტუმრო მიყიდა და გააკეთეს ძალიან კარგად. ასე რომ თუ იმეს მოგეწონებათ, შეგიძლიათ შეხვიდეთ ინტერნეტში, ნახოთ და დაჯავშნოთ. საქართველოდან ორი კვირით სადღაც $3,000-მდე ჯდება პლუს მინუს. თავის გადაფრენით, გადმოფრენით და ასე შემდეგ. აქ კიდე არის ესეთი რესტორანი მეგობრებო, მიდიხართ უკვეთავთ, რასაც შეუკვეთავთ, ყველაფერს გაგემზადებენ 5 წუთში ყველაფერი მზად არის. ბარი მუშაობს 24 საათი, დასალევი ვისაც უყვარს, არაა პრობლემა. 24 საათი შვიდზე შეგიძლიათ დალიოთ. სასმელები არის რაღაც სასწაული, მაგრამ მე არ ავსვა უბრალოდ სასმელებს და ასე რომ ძალიან მაგარი სასტუმროა და ჩემი რეკომენდაცია იქნება.